ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში სამი პროცესი, თუმცა ორი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილება ნანა ჯაფარიძეს 62 წლის ქალს მან ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვა პატიმრობა დღეები არ განუსაზღვრად. ამის შემდეგ ადვოკატმა მიმართა შუამდგომლობით მოსამართლეს, რომ გაეთვალისწინებინათ ნანა ჯაფარიძის მდგომარეობა. დღეს ის სასამართლოს უხსნიდა, რომ 86 წლის დედა ყავს დემენციის დიაგნოზით. მისი გათავისუფლება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველ რიგში დედისთვის იყო, რადგან მის გარდა პატრონი არავინ არ ყავდა. სწორედ ამიტომ ადვოკატის სურვილი თხოვნა გაითვალისწინა მოსამართლემ და ერთდღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს ნანა ჯაფარიძეს. ის საათები, რომელიც იზოლატორში გაატარა ჯაფარიძემ, მოსამართლემ ჩაუთვალა და 22 საათსა და 12 წუთში უნდა დატოვოს ის დაწესებულება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს. ანუ ახლა უნდა გადაწყვიტონ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოდან გაიყვანენ ჯაფარიძეს, მიიყვანენ იზოლატორში და იქიდან გაუშვებენ, თუ საქალაქო სასამართლოში დაელოდებიან 22 საათს და მოხსნიან ხელბორკილებს. დღეს ჯაფარიძემ მიმართა სასამართლოს და უთხრა, რომ ის არ ითხოვდა გათავისუფლებას, ის ელოდებოდა გათავისუფლებას, რადგან კანონი არ დაურღვევია, არ უძალადია და კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებდა. მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ კონსტიტუციით მე გაპროტესტების უფლება მაქვს. მე სტრატეგიულ ადგილად არ ჩავთვალე 10-ის ნახევარზე რუსთაველის გადაკეტვა. მე არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია. მე კი არ ვითხოვ, მე ველოდები გათავისუფლებას ამ დარბაზიდან. ვარ 86 წლის დემენციის დიაგნოზის დედის პატრონი. ჩემზეა დედა დამოკიდებული. სამი შვილის დედა ანა ბდეიანი 5000 ლარით დააჯარიმა მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაწერილი არის, რომ თუ დაკავებულს ყავს 12 წლამდე მიუღწეველი შვილი ან შვილები, მისი დაკავება არ შეიძლება. შესაბამისად ზვიად ცეკვავა იძულებული იყო დღეს, რომ დაეჯარიმებინა სამოქალაქო აქტივისტი, ვინც რუსთაველის გამზირზე პრაქტიკულად ყოველდღიურად დგას. დღეს მიმართა სასამართლოს დაკავებულმა, უთხრა, რომ ის არ აღიარებს ქართულ ოცნებას, არ აღიარებს ქართული ოცნების კანონებს, არ ეთანხმება აზას დაკავებას და ის საპროტესტო აქციაზე სწორედ იმყოფებოდა ბანერით, რომელზეც ეწერა აზა. გუშინ მოხდა სწორედ დაკავება ახალგაზრდა ქალის, რომელსაც 3 შვილი ყავს, მათ შორის 2 შვილი 12 წლამდე მიუღწეველი არის. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც დღეს ის 5000 ლარით დააჯარიმეს. ვერ გავიგე ბოლო-ბოლო ყობახიძე მიიღო თუ პუტინმა ეს კანონები, გადახედეთ ხალხნო რუსეთში რა და როგორ ვითარდებოდა და ნახავთ დღეს ჩვენთან საქართველოში რა და როგორ ვითარდება. აზა არის ქალბატონი, რომელმაც გაგრაში თავის საკუთარი ხელებით დამარხა ქართველი ჯარისკაცი, იმიტომ რომ ის ჯარისკაცი ღორებს არ ეჭამა და ის ქალი ჩასვას ერთი დღით შეიძლება ცოტა ვიღაცისთვის, მაგრამ სერიოზული პრობლემაა. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, ეს არის ჩვენი სირცხვილი, რომ აზა იჯდა ერთი დღით ციხეში. არ ვეთანხმები ამათ კანონებს, არ დავეთანხმები და როგორ შემეძლება, სადაც შემეძლება და რანაირადაც შემეძლება, ყოველთვის ვიბრძვი და გავუპროტესტებ ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს, იმიტომ რომ ესენი არიან არალეგიტიმური ამ ქვეყნის მტერი. განსაზღვრელი სკამზე საქალაქო სასამართლოში დღეს იჯდა ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი, რომელიც გუშინ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მუშაობდა, თუმცა მას მაინც დაადო ძალოვანმა უწყებამ ხელბორკილები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში 2 ვიდეო ჩანაწერი მოიტანა. ერთ ჩანაწერში კაკაბაძე საერთოდ არ ჩანდა, ეს ყველა ვნახა, მათ შორის მოსამართლემ. მეორე ჩანაწერში ჩანდა, რომ ნინია კაკაბაძე იღებდა ტელეფონს
ტელეფონით, თუმცა ძალოვანი უწყება აცხადებდა, რომ პროფესიულ მოვალეობას კაკაბაძე ამ დროს არ ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს სხდომათა დარბაზში თქვა, რომ გელა გელაძის უწყებამ უნდა განსაზღვროს ჟურნალისტი აქციაზე როგორ და სად მუშაობს. კაკაბაძის საქმეს რაც შეეხება, გაყალბებული იყო დაკავების ადგილთან დაკავშირებით ინფორმაცია, დამკავებელთან დაკავშირებით და ბრალთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ სრულად სრულ იყო ყველა ის ინფორმაცია, რაც დღეს მოიტანა სასამართლოში გელა გელაძის უწყებამ. კობა ჩაგუნავამ სასამართლო პროცესი გადადო, მოსამართლემ თქვა, რომ არასამუშაო დრო არის უკვე და სასამართლოს სხდომა 12 ნოემბერს გაგრძელდება ნინია კაკაბაძის. მიზეზი იყო ის, რომ კიდევ ბევრი პროცესია, სამუშაო დღის საათები უკვე დასრულებულია, ვერ მოასწრებენ და ამიტომ გადადეს 12 ნოემბრისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, საერთოდ ძალიან მოუმზადებული იყო მოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, აი მაგალითად ამბობდა, სად დააკავეთ ნინია კაკაბაძე, ეკითხებოდნენ რუსთაველის პროსპექტზე, სინამდვილეში დამაკავეს ჭეჭენაძის ქუჩის სულ ბოლოში. ვინ დააკავა? ამბობდნენ ქალის სახელს და გვარს. სინამდვილეში დამაკავა დაახლოებით 10-მა პოლიციელმა მამაკაცმა. არც ერთი ქალი იქ არ ყოფილა. თავისივე წარმოდგენილი 4 ვიდეო მასალა იყო საკმაოდ არც ისეთი მოკლე, ყველგან ჩანთ ერთწამიანი კადრიც კი არ იყო, სადაც მე ტელეფონი არ მიჭირავს ხელში და არ ვიღებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ესეც სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ერთი ნიუანსი და ერთი ამბავიც კი არ ემთხვევა სინამდვილეში რაც იყო. ადვოკატთან არ დამარეკინეს, ბავშვთან არ დამარეკინეს. მე ხვეწებოდი, რომ 11 წლის ბავშვი არის მარტო. გთხოვთ, უბრალოდ გავაფრთხილეთ. თქვენ დარეკეთ, მეუბნებოდით, თქვენი ტელეფონით თუ გინდათ. და მის მამას შეატყობინეთ, რომ ბავშვი წაიყვანოს. აი ამის საშუალებაზე რაღაცნაირად აი კმაყოფილები არიანი, ვიცი, რომ გაწამდნენ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ირაკლი კალანდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო ენუქიძე იტყვის სულ ცოტა ხანში აკმაყოფილებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას და უშვებს თუ არა ახალგაზრდა აქტივისტს იზოლატორში და უფარდებს თუ არა მას რამდენიმე დღიან პატიმრობას. გუშინ დაკავებულებიდან ერთადერთი, ვინც დღეს საქალაქო სასამართლოში არ გადმოიყვანეს, ანუ კი გამსახურდია არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მას პატიმრობის ვადა გაუხანგძლება 48 საათამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ანუ კი გამსახურდიას ხვალ გადმოიყვანეს საქალაქო სასამართლოში და ხვალ იმსჯელებს მის სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო.